არა მიმოხილვა, წუხელ რაც მოხდა, ეს იყო გარღვევა 91,400 უმიზნებს ახლა. ამ თუთას ფასი არის 91,150 ბიტკოინი. შემდეგი მოძრაობა იქნება 91,400-მდე. ანუ წინააღმდეგობის ზონები და სხვა ინდიკატორები იძლევიან იმის მინიშნებას, რომ 91,400-ია გუშინ აღნიშნე ეს 91,500-ში დამკვიდრება ფასის ვერ დამკვიდრდა. თუმცა მიაღწია სადაც 700-მდე, 91,700-მდე და მერე უკრავ კორექციები განიცადა. თუმცა მწვანე ზოლშია, ანუ მწვანე ზოლის ქვემოთ არ ჩამოდის. ეს მნიშვნელოვანია, ვისაც სკალპინგი აინტერესებს, რომ მოახერხოს შესაბამისი გრაფიკით წაკითხვა თუ როდის იყიდოს და როდის გაყიდოს. 15 წუთიან ინტერვალებში ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია და ამ 15 წუთიანის ინტერვალებში უნდა გქონდეთ თქვენ ისეთი იმდენი დრო და იმდენი ვთქვათ ნერვები და მოთმინება, რომ გაუძლოთ აი ამ ზედა ქვედა რყევას. თუმცა ხანისხან არის, რომ ეს ტენდენცია, ეს ინდიკატორები იძლევიან არასწორ მიმართულებას, ვინაიდან ბაზარზე შემომსვლელს ეს ინდიკატორი და ალგორითმი ვერ ხედავს. ბაზარზე რო შემოდის პიროვნება და პოზიციას აფიქსირებს, აკეთებს ამა თუ იმ ოპერაციას, მხოლოდ მაშინ ხედავს. ანუ წინასწარ, ამიტომ ის წინასწარ რო პროგნოზი გააკეთო, ამას ანალიზი სჭირდება. ანალიზი რომ გააკეთო, საჭიროა ინფორმაციული ანალიზი, ანუ შეისწავლო ჯერ პოლიტიკა, პოლიტიკა არა, უბრალოდ ტრამპის განცხადებები და ჯერომი პაუელსის განცხადებებს გულისხმობდა ომის სხვადასხვა წერტილებში მდგომარეობას, რომ ის კარნახობს შემდგომ მსვლელებს. ასევე უნდა დააკვირდე ინდექს, დოლარის ინდექს და შესაბამისად ნავთობის ფასი. ბევრი ეს ინდიკატორი მოქმედებს და ეს ძირითად სურათში შემდეგ უნდა გაანალიზო. რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ თუ მოკლე 15 წუთიანში ვაჭრობ, ხდება იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, რომ აი სწორედ იმ 15 წუთში შემოდის გარკვეული ძალა, რომელიც ცდილობს ამოაყირავოს ბაზარი ან ზემოთ ან ქვემოთ. ესაც არის რისკია, მაგრამ არის დაცვის მექანიზმები, იგივე stop loss-ი, take profit-ი და სხვა. გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ სარისკო საქმეა და სარისკო საქმეში არის ზარალიც და არის მოგებაც. მადლობა.